სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მის უნეტარესობას იოანეს, ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, ალბანეთის ეკლესიის მეთაურად გამორჩევას ულოცავს. მისალოცი წერილი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. სრულად გთავაზობთ მილოცვის ტექსტს. მის უნეტარესობას იოანეს, მიტროპოლიტს ტირანისა და მთავარეპისკოპოსს სრულიად ალბანეთისა. თქვენო უნეტარესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითად ადგილოცავთ ალბანეთის ეკლესიის მეთაურად გამორჩევას. ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სულიერი ძალა და სიბრძნე თქვენზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობის აღსრულებისთვის, რათა იყოთ ღირსეული გამგრძელებელი უნეტარესი ანასტასიოსის ღვაწლისა. ვიმედოვნებთ თქვენი საჭეთ მყრობლობის დროს ჩვენს ეკლესიებს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება და თქვენი მწყემსმთავრობა იქნება ნაყოფიერი და სულიერი სიხარულის მომტანი, როგორც თქვენი სამწყსოსთვის, ისე საერთოდ მართლმადიდებლობისთვის. გეწეოდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი, ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. 17 მარტი 2025 წელი. საქართველო იტალიის 1918-1921 წლების დიპლომატიური მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან წარმოდგენილი არქივის მნიშვნელობაზე ისაუბრა, საარქივო მასალების მოპოვება, შეგროვება და ეროვნული არქივისთვის გადაცემა ბეგი თავართკილაძის თაოსნობით მოხდა. საარქივო მასალა 400-მდე დოკუმენტს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში ბეგი თავართკილაძე ამჟამად არის ქართველთა სათვისტომო კოლხეთის თავმჯდომარე. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, ბეგი თავართკილაძე, აკადემიკოსები და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს მოხდა დიდი მოვლენა ძალიან, რომ იტალიაში დაუნჯებული ქართული მასალა, ქართული საარქივო მასალა, ეს არის მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედისა და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 30-იანი წლების ჩათვლით ძალიან საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა ქართული დღეს გადაეცა საქართველოს ისტორიულ ცენტრალურ არქივს. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის საქმე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენმა ისტორიკოსებმა მოიპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალა სამუშაოდ, მეორეც ის არის, რომ ჩვენ არ ვკარგავთ არც ერთ მარცვალს ჩვენი ისტორიისას და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კიდევ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის სწორედ ცენტრალურ არქივში დაუნჯდება ეს მასალა არქივში, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის დაწესებულება. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პირველ ელჩს იტალიაში, ბატონ ბეგი თავართკილაძეს, რომელმაც შეაგროვა ეს საარქივო მასალები და ძალიან მადლიერების სავსემ გადასცა ჯერ აკადემიას და ჩვენი საშუალებით კი არქივს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისთვის დიდი პატივია დღეს მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებში ჩვენ გადმოგვეცა მართლაც უნიკალური დოკუმენტები, რომელიც ჩვენს არქივში შეინახება, დამუშავდება საარქივო წესით და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. მადლობას მოვახსენებთ მეცნიერებათა აკადემიას, პირადად ბატონ როის და რასაკვირველია ბატონ ბეგის, რომელმაც დღემდე მოიძია, შეაგროვა და ჩვენამდე მოიტანა ეს დოკუმენტები. დოკუმენტები ეხება როგორც იტალიაში არსებულ საქართველოს წარმომადგენლების მიერ მომზადებულ მასალებს, საიდუმლო მასალებს, რომლებიც უგზავნიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე იტალიის წარმომადგენლობა, იტალიის საქმეთა რწმუნებული არსებობდა, მაშინ ელჩი არ იყო, იტალიის ელჩი საქართველოში, მათი ანგარიშები და მათი სურვილები თუ რა რეაქცია უნდა ქონოდა, რეაგირება უნდა ქონოდა იტალიის მთავრობას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის თითქმის ყველა დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნული ის, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იტალიისთვის
და რომ აუცილებლად იტალიას გარკვეული პროტექტორატი უნდა მოეხდინა საქართველოს მიმართ. და ასეც მოხდა პრინციპში, სანამ არ მოხდა საქართველოს ანექსია ბოლშევიკების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის წარმომადგენლობა, დიპლომატიური წარმომადგენლობა განგაში ატეხა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთიდან ბოლშევიკები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და რომ საქართველო ძალიან მალე დიდი საფრთხის ქვეშ იქნებოდა, რაც სამწუხაროდ მოხდა კიდეც. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ სან-დიეგოში, კომპანია აპტერამ ინოვაციური ელექტრომობილი შექმნა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს. ახალი სამბორბლიანი ავტომობილი მოჰავეს უდაბნოში წარმატებით გამოცადეს. ელექტრომობილს ერთი დატენვით შეუძლია 643 კილომეტრის გავლა, ხოლო ინტეგრირებული მზის პანელების წყალობით დღეში დამატებით 40 კილომეტრის უფასოდ დაფარვა შეუძლია. ახალი ავტომობილის შექმნაზე მუშაობა 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომპანიამ უკვე მიიღო 50,000-ზე მეტი შეკვეთა მსოფლიოს მასშტაბით. სპეციალისტების განმარტებით ინოვაციური ავტომობილი საათში 162 კილომეტრ მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია აპტერა 2007 წელს დაარსდა. სპეციალისტების სამომავლოდ გეგმავენ შექმნან ავტომანქანის ისეთი მოდელი, რომელიც ერთი დატენვით 1600 კილომეტრის გავლას შეძლებს.